ეს ახალგაზრდა ჯერ ბიულეტენის ამოღებას აპირებს კონვერტიდან, შემდეგ კი ბრაზობს, კამერა რომ უღებს და ბიულეტენის ჩვენებას ვეღარ ახერხებს. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან აქტუალური იყო გახსნილი ბიულეტინების კომისიის წევრებისათვის და სხვა უცხო ადამიანებისთვის ჩვენება. ამ მექანიზმს განსაკუთრებული ინტენსივობით დახურულ უბნებში იყენებდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფის საქმიანობა თავიდანვე ფათერაკებით დაიწყო. კოჭრის დახურულ საარჩევნო უბანზე 9 საათით ადრე მივედით, მაგრამ უბანში მხოლოდ 13 წუთის დაგვიანებით შეგვიშვეს. 1 წუთით რა. Barquesta მოგადმოგცემ. საშვით გაგნებისმიერ საარჩევნოებაზე შესვლის უფლება. ანუ საერთოდ როცა გიწერს საშვით, ვრცელდება ყველა საარჩევნო უბანი. გავიგე მესმის მაგას არის დახურული უბანი, ხო? სამხედრო. აი ეგეც გითხეს, ეგ ვიკითხე სპეციალურად, რომ საშვით გაინტო ამოვედით აქ. გარემარი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ყველა საარჩევნოებანი არის. ჩვენთვის პრობლემა არ არის, იგი შეიძლება. ჩვენთვის პრობლემა არის ბრძანების შესრულება, უნდა შევასრულოთ ბრძანება ყველა. გასაგებია, გაარკვიეთ აი თქვენც რომ ველოდებით, თქვენს უსმენთ რადიოსადგურს ჩემთან ერთად. როგორც ადგილზე მისულებს შინაურულად გვითხრეს, ის დრო რაც ჭიშკართან გავატარეთ, უბნებზე სიტუაციის მოსაწესრიგებლად გამოიყენეს. ამის მიუხედავად დარღვევა მაინც ბევრი აღმოვაჩინეთ. შეუსაბამობა არის უბნის მოწყობასთან დაკავშირებით. ანუ უბანი მოწყობილი არის ისე, რომ საარჩევნო უბნის შენობაში ასევე განთავსებულია სამხედრო ნაწილის კავშირგაბმულობის კვანძი და ვერ მოხერხდა ცალკე გამოყოფილიყო უბანი ცალკე შენობაში და ხედავთ რომ გადატიხრული არის სტენდით, სადაც იქ აუცილებლად უნდა იყოს უბრალოდ წარმომადგენელი და ეს ნიუანსი არის. სამხედროებმა გვირჩიეს, გადატიხვის ვირტუალური კედელი საკუთარი ფანტაზიით წარმოგვედგინა. ჩვენც არ დავზარდით და წარმოვიდგინეთ, მაგრამ ვიკითხავთ. საარჩევნო კოდექსი თუ იცნობს ვირტუალური კედლით გადატიხრული საარჩევნო უბნების ცნებას. ძალიან თვალსაჩინო იყო, როგორ გამოდიოდნენ კაბინიდან სამხედროები დაუკეცავი ბიულეტენები. ჩდება განცდა, რომ ამის შესახებ მათ დირექტივა აქვთ მიღებული. ტელეკამერების მისვლის შემდეგ, როგორც ჩანს, სამხედროებისათვის წინასწარ მიცემული ინსტრუქციის შეცვლა მოუხდათ. ტელეკამერისა და თქუდას დამოუკიდებელი დამკვირვებლის გამოჩენამ სიტუაცია შეცვალა. ბიულეტენ გაშლილ დაბნეულ სამხედროებს უფროსები სულ დაკეცეს დასძახოდნენ, რაც კადრშიც კარგად ისმის. ამ არჩევნებზე კაბინაში შეყოლაც და არჩევანის ადგილზე გაკონტროლებაც მიღებულია. ეს ოქროყანაა, თაწმნის 32 უბანი. ეს კი კოჯორი, 35 უბანი, რომელიც ცალკე აღნიშნის ღირსია. ლაშა დაეხმარა, რომ ჩემი არ შეიძლება. კაბინაში მიწა. სამში მინე შემოხდა. კაბინაში. გია. მოვიდა ბიულეტენი. უბრალოდ შემოხაზებდა და კეთებდა რომელშიც ნაციონალური მოძრაობა უბნების კონტროლს სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი არასამთავრობო სექტორის მეშვეობითაც ახორციელებს. ჩვენი ვარაუდით ასეთია. ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა და შესაძლოა სხვებიც. თაწმინდის ოლქის 35 უბანში განვითარებულ ინციდენტში
კარგად ჩანს, როგორ utარებს ინსტრუქტორს ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობის დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის სხვა წევრებთან ერთად მოუწოდეს სიტყვიერად ჩემ ხმართ დაუძახეთ პოლიციასთან და ის არის არაფერი მოუწოდე ჯერ სიტყვიერად არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს დამკვირვებელი მხოლოდ იმიტომ გამოაძევს, რომ თავისი მოვალეობის შესრულებას ცდილობდა. მე მოვთხოვე ერთ-ერთ ამომრჩეველს წარმოედგინა მისი პირადობის მოწმობა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მისი მისამართი კონკრეტული უბნის და რა უბნის მისამართი და შესაბამისად რამდენად ჰქონდა მას აქ ხმის მიცემა. ამან გამოიწვია ძალიან დიდი აურზაური კომისიის წევრებს შორის, ასევე კომისიის თავმჯდომარის დიდი აღშფოთება და მან ამიგზავნა მე აღნიშნული პირადობის მოწმობის შემოწმება და მისამართის ნახვა, ვინაიდან მისი მტკიცებით მე არ მქონდა ამის უფლება. დამკვირვებლის უფლება აქვს შეამოწმოს, რამდენად არის დარეგისტრირებული ამომრჩეველი კონკრეტულ უბანზე და რამდენად შეესაბამება მისი მისამართი. ძალიან გთხოვთ, დააფიქსირეთ ისიც, რომ მან ძრუ ინფორმაციები გადასცა და აქ არავინ მას ფიზიკური შეურაცხყოფით და განადგურებით არავინ არ ვემუქრებით. რა მოხდა რეალურად 34 უბანზე? ჩვენმა კამერამ კარგად დააფიქსირა. ინციდენტის დროს კადრს უკან ისმის მუქარა. შენაკედან ცოცხალი ვერ გახვალძნაო. როგორც ხედავთ, უბნის თავმჯდომარეს გიორგი შარაშიძეს ყავა თვითონ გადაისხა და ეს ფაქტი მაშინვე დამკვირვებელს დააბრალა. დააფიქსირეთ, რომ ყავაზე დუმას გაცხეთი დააფიქსირეთ. მე მოგესალმებით. აბა, თქვენ თვითონ იგონებთ იმას აბა. ხო, ასევე არაადეკვატურია ამომრჩეველი ქალბატონის სახშფოთება და აღწერილი სიტუაცია. კამერაში აშკარად ჩანს, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ჩანს ისიც, როგორ უჩვენებს იგი გახსნილ ბიულეტენს საარჩევნო ყუთის მეთვალყურეს. უბანში კანონდარღვევით შემოსული ამომრჩეველი ქალბატონები კი, რომელთაც უკვე მიცემული აქვთ ხმა და უბანში ყოფნის უფლება არ აქვთ, ცრომოწმეობენ და ამტკიცებენ, რომ მუქარას დამკვირვებლის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვართ მოწმეები და ცრუ ინფორმაციებს ნუ გადასცემე. მე შევესწარი, იცით რა? ვიღაცას ელაპარაკება და არასწორ ინფორმაციას აწვდის, რომ მე კოჯოში იმიტომ ნერვიულობ, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია არ არის სწორი. იცით რა არის სწორი და მე ამ კაც როგორ? მე აქ არ შევესწარი ფიზიკურ განადგურებას და ჩემს გაციებას მოვუყრებია. გვინდა კიდევ ერთხელ ცვლად მოგასმენინოთ აკაკი კობალაძის მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟი. დაიმახსოვრეთ, სწორედ ამ სქემით ხდება და არასასურველი ადამიანების გაძევება უბნიდან. მით უმეტეს ეგეთი ფაქტი, რაც არის, ეს არის სუფთა ფიზიკური ზეწოლა ადამიანზე, როცა ადამიანს ხელყავა შემოგასწრონ, შეგიძლია დავუგახო პოლიციას, ჩვეულებრივად დაწერო განცხადება მაგაზე, აქტი, რა მოხდა, როგორ მოხდა და დაატოვებინო უბანი. არსებობს ინფორმაცია, რომ აკაკი კობალაძე დიდგორის გამგებლის მოადგილეა. საარჩევნო უბნებზე ძალიან ხშირი იყო ისეთი დამკვირვებლების გამოძიება, რომლებიც კომისიას რაიმე საჩივრით მიმართავდნენ. ასე მოხდა 53 უბანზე, სადაც ალიანსის საქართველოსთვის დამკვირვებელმა გააპროტესტა სპეცუბანზე იარაღიანი პირების შემოსვლა. თავმჯდომარემ სხდომას ასწრაფოდ მოიწვია და პრობლემაც მარტივად გადაწყდა. როგორც პროლეტარიატის ბელადი იტყო და არ არის კაცი, არ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში უბანზე დამკვირვებელი არ არის. დავწერე საჩივარი მე, რამაც გამოიწვია კომისიის თავმჯდომარის და მისი კომისიის წევრების გაღიზიანება და მათ მიერ ჩემი უბნიდან გამოძიება. განმავლობაში განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში პრინციპში სისტემატურად ეს პირები შემოდიოდნენ იარაღით კენჭისყრის შენობაში. კანონმდებლობაში წერია, რომ აკრძალულია შეერაღებული პირების შემოსვლა კენჭისყრის შენობაში და სწორედ ამ საფუძველზე მან დაწერა საჩივარი ალიანსის დამკვირვებელმა და მან მოითხოვა ამ საკითხის განხილვა. ამ საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა თავმჯდომარემ იმგვარად, რომ მოიწვია სხდომა და სხდომაზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება, რომ მას დაეტოვებინა, ანუ გაეძევებინათ ფაქტი.